მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. უპირველეს ყოვლისა შეკითხვა მინდა დაგისვათ, რადგან ახალი ამბავია, დღეს მოხდა პრეზენტაცია ვაშაძის, ჯაფარიძის და ახალი მემარჯვენეების გაერთიანების. მაინტერესებს თქვენი აზრით, ცვლის თუ არა ეს გაერთიანება რამეს პოლიტიკურ ველზე? მე ვფიქრობ, ეს არაფერს არ ცვლის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბლოკის შექმნას აქვს აზრი იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეგრეთ წოდებული ორთქმავალი, ანუ გამწევი ძალა, რომელსაც აქვს ელექტორატთან მისასვლელი. ბლოკები იქმნება ესეთი პრინციპით, რომ ერთი ძალა არის, რომელსაც აქვს რაღაც ელექტორალური ბაზა და დანარჩენები უსებენ იმ ელემენტებს, იმ სისუსტეებს, რაც შეიძლება ამ ძალას ახასიათებდეს. ეხლა აქ ეს გაერთიანება არის პრინციპით მკვდარი მკვდარს აეკიდა, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ სამი ნულოვანი პარტიის შეერთებით, ეხლა ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, მაინც ნულია, ხო ესეა. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ მათ ჰქონდათ ილუზია, რომ რაღაცას პარტიას შექმნიდნენ და იყვნენ ლიდერები. ნუ დაინახეს, რომ ეს ილუზია იყო და მეტი არაფერი და ეხლა იმ ილუზიიდან ახალ ილუზიაში გადავიდე, რომ რაღაც ესეთი შეკრება რაღაცას მისცემთ, ხო? სინამდვილეში მათემატიკა ძალიან სასტიკი რამ არის და ნული გინდა გაამრავლე და გინდა შეკრიბე, მაინც ნულია. ანუ თქვენი აზრით ბარიერის გადალახვა მიუღწეველი მიზანია, რაც დასახული აქვს ამ გაერთიანების წარმომადგენლებს. კარგით, მე მინდა გადავიდე. ეხლა მე ვერ ვხედავ სინერგიას, იმიტომ რომ კი ბატონო. გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც მაინტერესებს თქვენი მოსაზრებების მოსმენა. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ განცხადებებს, როდესაც პოლიტიკური პარტიები პირდაპირ მოსამართლეების ამა თუ იმ ნაწილს ადანაშაულებენ პოლიტიკურ გარიგებაში, ლოიალურობაში, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ. თქვენი აზრით, რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც თქვენ დაინახეთ გარედან და რა ინფორმაცია შეიძლება გქონდეთ? კარგი არაფერი არ ხდება, ჩვენ ხედავთ, რომ ფაქტობრივად სასამართლო სისტემა და ეს არ შეეხება მარტო საკონსტიტუციო, საერთო სასამართლოებიც არის მთლიანად დისკრედიტირებული, შეიძლება ითქვას. ანუ ფუნდამენტი კონსტიტუციონალის ამ ქვეყანაში, დიდწილად შერყეული აქვს. ორი სხვადასხვა პროცესი მიდის, ხო? ერთი ოპოზიციური ძალა უტევდა საერთო სასამართლოს და ჩვენ და სამწუხაროდ მოახერხა მისი დისკრედიტირება და ამის ობიექტური საფუძვლებიც არსებობდა იგივე მურუსიძის სახით და ზოგიერთი უცნაური მოსამართლის სახით, რომლებიც საკუთარ ოჯახის წევრებზე პარტყაპურტყით უარს ამბობდნენ და ეხლა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ხელისუფლებამ განახორციელა გარკვეული შეტევა და პრინციპში მივიღეთ იმ სურათის გაშიშვლება მოხდა, რაც რეალურად ჰქონდა. ანუ მე არ მინდა იმის თქმა, რომ ეს არის ხელოვნური შეტევა, ბუნებრივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოშიც და საერთო სასამართლოებშიც ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემები. უბრალოდ ეხლა ეს ძალიან სარისკო ნაბიჯებია განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ და ალოგიკურია, იმიტომ რომ ამ ინსტიტუტის შერყება ხელისუფლებისთვის შეიძლება საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს სერიოზული პრობლემების შემქმნელი. და ხელისუფლება, რომელიც მუდმივად აპელირებდა, მათ შორის აკრიტიკებდა პრეზიდენტს და სხვებს, რომ ისინი ინსტიტუტების დისკრედიტაციას ეწევიან, თვითონ ეხლა მასიურად არის ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციისთვის მასიურ კამპანიას აწარმოებს, რაც ჩემის აზრით სარისკოა. შეიძლება სამართლიანია პაპუაშვილის მიმართ მათი პრეტენზიების გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესე იმოქმედო, იმიტომ რომ ხელისუფლებას სხვა პასუხისგებლობა აქვს და მით უმეტეს პოლიტიკური ინტერესი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესი არ უნდა დააყენოს სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღლა. თან მოქმედება პრინციპით, როდესაც შენ ამბობ, რომ ჩემი მამაძაღლი მირჩევნია სხვის მამაძაღლს, არასწორია. იმიტომ რომ კითხვა დაუშვათ კუბლაშვილი, პაპუაშვილის სასამართლო ჯობია თუ იმის მურუსიძე, ტურავასი, ხო? ჩემის აზრით რიტორიკული კითხვაა, ძნელია ძალიან არჩევანის გაკეთება.
იმიტომ რომ რეალურად არც ერთი ვარგა და არც მეორე. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ისინი კუბლაშვილი და პაპუაშვილი ერთ ესე რომ ვთქვათ, მამრს უწევებოდნენ და ესენი ნებისმიერ მამრთან დაწოლაზე არიან თანახმა. აი ეს არის მათ შორის მხოლოდ განსხვავება. შესაბამისად ესე გამოსავალი არ არის ტურავათი იმის ჩანაცვლება, რა ქვია, პაპუაშვილის ისევე როგორც მურუსიძით კუბლაშვილის ჩანაცვლება, ხო? ეს არის ერთი უბედურებიდან მეორეში გადასვლა და მეტი არაფერი. ჩანაცვლება არ არის გამოსავალი, ამბობთ თქვენ. აი საინტერესოა, რაში ხედავთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს? ალოგიკური უწოდეთ, თქვათ, ამ ნაბიჯებს, მაგრამ აი პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისით, თუ კი პოლიტიკური გუნდი არ ენდობოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და მისგან გარკვეულ სიურპრიზებს მოელოდა, არ იყო ადვილად სავარაუდებელი ბატონ გია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდებოდა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ეს საფრთხე, რასაც ელოდა ხელისუფლება, ჩაეხშო. რა არის ეს ხელისუფლება არის იმის ხელისუფლება რომ გამოავლინოს დანაშაული და დამნაშავე დასაჯოს. ხელისუფლება პოლიტიკური განცხადებებით არ უნდა მოქმედებდეს. ხელისუფლება თუ პაპუაშვილი და სავარაუდოდ შეიძლება აქ მართლა ქონდა რაღაც დანაშაულებრივ გეგმებთან დაკავშირებით ქონდა საქმე, ხო, ხელისუფლებას იმისთვის ხავს სპეცსამსახურები, იმისთვის ხავს პროკურატურა და სამართალდამცავები, რომ გამოევლინა სავარაუდო დანაშაული და უკვე აბსოლუტურად სხვა წესით, ანუ სისხლის სამართლებრივი წესით დაესაჯა ნებისმიერი, ვინც გეგმავდა აი ამ ტიპის მძიმე დანაშაულს, რაც ისინი საუბრობენ და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ. მუდმივად რომ გელი მოდის, ხო? ხელისუფლება ამით განსხვავდება ოპოზიციისგან და საზოგადოების სხვა ნაწილებისგან, რომ მან კი არ უნდა ისაუბროს რაიმე დანაშაულზე. მან უნდა იმოქმედოს, ანუ დამნაშავე უნდა დააპატიმროს. და როდესაც მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები გვესმის და ამაში ჩართულები არიან, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთი წევრები, იგივე ტურავა, ხო? ძალიან აქტიურად, ნუ ეს ეხა თვითონ სახელმწიფოებრივ ინტერესს ჩემის აზრით ძალიან სერიოზულად აზიანებს. ტურავა დარწმუნებული ვარ, შემდეგი ხელისუფლება რომ მოვა, მერე ამათზე დაიწყებს ლაპარაკს, რომ ესენი რაღაცას აფუჭებდნენ, ხო? ანუ არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ ძალასთან, ესე რომ ვთქვათ, გარიგებაში შევიდნენ, თუ ძალა აჩვენა, რა თქმა უნდა, და ნებისმიერ რაღაცაზე მოვაწერონ ხელი. ესეთია მურუსიძე, ესეთია ტურავა სამწუხაროდ. ნუ პაპუაშვილიც ალბათ იგივე ოპერიდან არის, მაგრამ მას ერთი პატრონი ყავდა, ხო? ანუ პრინციპში ის რაღაცა თუ პატიოსნების ამსახეობაზე ვილაპარაკებ, შედარებით უფრო პატიოსანია კიდე ამ ხალხზე. და კიდევ ერთი მიმდინარე კვირის კიდევ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ცვლილება თავდაცვის სამინისტროში, როდესაც წავიდა ხიდაშელი და იქ გადაიყვანეს იზორია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად. რესპუბლიკური პარტიიდან ისმის განცხადებები იმავე დღესვე გაკეთდა, შემდეგ დავით უსუფაშვილმაც თქვა, რომ ეს არის სისტემურად არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ხელისუფლებამ, როდესაც სუსის თანამშრომელი წაიყვანა თავდაცვის სამინისტროში. თქვენ რა სიტყვით თავად ამ ცვლილების შესახებ და ასევე პოლიტიკური კონტექსტიც აქვს ამ ყველაფერს, როდესაც რესპუბლიკური პარტია აკეთებს განცხადებას. ნუ მე სამ ჭრილზე ვილაპარაკებ. ხო, პირველი ჭრილი ეს არის სისტემური ჭრილი. სისტემურად გააწყვეტილება, რომ თავდაცვის სამინისტროში პირველად პრინციპში ამ ხელისუფლების არსებობის ისტორიაში მოვიდა არაპოლიტიკური პირი, ნუ იქ იყო ეპიზოდური, მაგრამ იმას არ ჩავთვლი, ხო? არა პოლიტიკური ლიდერი, არამედ ნუ ჩვეულებრივი ტექნარი, ნუ პოლიტიკოსი, მაგრამ არა მძიმე წონოსანი, ეს არის სწორი გააწყვეტილება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თავდაცვის სამინისტრო არის დეპოლიტიზირებული უწყება, პოლიტიკურ ლიდერებს უჭირთ დეპოლიტიზაციის ფარგლების შენარჩუნება და მუდმივად აქვთ ესე რომ ვთქვათ მიდრეკილები არიან იმისკენ რომ აკეთონ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები, რაც აზიანებს სისტემას და ესე რომ ვთქვათ გარკვეულ დაძაბულობას იწვევს თვითონ ჩვენ შეიარაღებულ ძალებში. ასე რომ და ეს სხვა შორის გამოვლინდა როგორც ალასანიას პერიოდში, ასევე ხიდაშელის პერიოდში. ასე რომ ამ ხრივ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება საკუთრივ იმას, რომ ესე რომ ვთქვათ
სპეცსამსახურებიდან შეიძლებოდა არ შეიძლებოდა ეს არადამაჯერებელია ეს არგუმენტი ჩემის აზრით იმ მარტივი მიზეზის გამო რომ იმ მარტივი უკაცრავად ის ძაღლი ნაბადია დიახ გისმენთ ესე იგი ეს არადამაჯერებელია ეს არგუმენტი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ თავდაცვის სამინისტრო და სპეცსამსახურებს აქვს ძალიან ბევრი კვეთა სპეციფიკაში მუშაობის სპეციფიკაში იგივე კონტრდაზვერით მუშაობასთან დაკავშირებით იგივე სუბორდინაციის ესე რომ ვთქვათ დისციპლინარულ საკითხებთან დაკავშირებით და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით ეს არგუმენტი ჩემის აზრით მოგონილი იქნა სპონტანურად თინა ხიდაშელის მხრიდან, იმიტომ რომ იმდენად უყვარდა მას თავისი კაბინეტი, რომ ნებისმიერ ეზიზღებოდა ვინც იქ მივიდოდა. სხვა რო ყოფილიყო სხვა არგუმენტით დაახლოებით იგივე აგრესიულობით გამოვიდოდა და უსუფაშვილს რაც შეეხება, ნუ ეხა ერთი ოჯახია მოგეხსენებათ ქმრის ვალეა რომ ცოლს მხარი დაუჭიროს, ასე რომ მე უსუფაშვილისგან ეს არ მიკვირს, ხო? საერთოდ თინა ძალიან ეჭვიანი ადამიანია და უსუფაშვილს არ უნდა რომ მას ეჭვიანობის დამატებით საფუძველი მისცეს. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, საინტერესო პასუხებისთვის. გია ხუხაშვილმა უპასუხა ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ დავასრულეთ 4 საათიანი გამოშვება და შევხვდებით ერთმანეთს 19 საათზე. გმადლობთ ყურადღებისთვის.